რუსთავში 10 წლეულების ეკოლოგიური პროექტი იწყება. დაგეგმილია ჭალის ტყის სრული რეაბილიტაცია. ქალაქის მერმა პროექტის გეგმა წარადგინა. განაშენიანება აღდგენის პროცესი გარემოს დაცვის ფონდიდან დაფინანსდება. ადგილი, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს მიყენებული ზიანის გამო მრავალი წელი უფუნქციოდ იყო, ახალ სიცოცხლეს შეიძენს. რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა განაშენიანების პროცესი იწყება. როგორი იქნება განახლებული ადგილი, რომელიც არაერთ ადამიანს დასვენების საშუალებას მისცემს. პროექტის პირველი ეტაპის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. დღევანდელი პრეზენტაცია იმსახურებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, იმას რომ ჩვენ 900,000 ლარით დავიწყებთ წინამოსამზადებელ პერიოდს, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას ჭალის ტყის მდგრადი განვითარების პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი განხორციელდეს. ჩვენ ვაგრძელებთ რუსთავის ჭალის ტყის ისტორიას და თითოეულ რუსთაველს გვაქვს შესაძლებლობა ამაში მივიღოთ მონაწილეობა. ჭალის ტყის განვითარების ერთობლივად შემუშავებული გეგმით განაშენიანების პროცესი 320 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. პირველ ეტაპზე 20,000 ენერგი ენდემური მცენარე დაირღვება. გაიხსნება ტურისტული მარშრუტი და საინფორმაციო სივრცეები. განთავსდება ფოტოხაფანგები და მყარი ნარჩენებისგან წყლის დამცავი ბარიერები. როგორც გეგმის შემუშავების, ასევე სამომავლოდ მისი განხორციელების პროცესში მერის მიერ შექმნილი მოხალისეობრივი კამპანიის რეფორესტის ფარგლებში მონაწილეობის საშუალება მიეცემა რუსთავის მოსახლეობასაც. ეს პროექტი არის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი სახელმწიფო ცენტრალური ხელისუფლების ორგანოსა და მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის, რამაც ჩვენ საშუალება მოგცვა, რომ შეგვედგინა ჭალის ტყის აღდგენის პროექტი ერთის მხრივ და შემდეგ უკვე გარემოს დაცვითი ზიანის ფონდიდან გამოგვეყო თანხა ქალაქ რუსთავისთვის, რაც საბოლოო ჯამში მოხმარდება ჭალის ტყის აღდგენას. რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა გარემოს დაცვის ფონდიდან დაფინანსდება. ეს პირველი ფაქტია, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად დაგროვებული თანხით განხორციელდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი პროექტი, რომელიც ხორციელდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ფონდიდან. ეს უნიკალური ფონდია, რომელიც ჩვენ რამოდენიმე წლის წინ შევქმნით და მიზნად ისახავს სწორედ გარემოსთვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო გადახდილი თანხებით ეკოლოგიური პროექტების განხორციელებას. შეიქმნა პრეცედენტი, გარია ძალიან კარგი ადგილობრივი თვითმმართველობის, სამინისტროს, პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების ეკოაქტივისტების ურთიერთთანამშრომლობისა, რომელიც მიზნად ისახავს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. რუსთავის ფილტვებად წოდებულმა ტერიტორიამ 90-იანი წლების შემდეგ აღდგენა ნაწილობრივ თავად მოახერხა. ამიერიდან კი მის განვითარებაზე სახელმწიფო და ადგილობრივი მოსახლეობა კონკრეტული გეგმით იზრუნებს.